მთელი კარპატიის რეგიონი შეძრა ფართოდ გავრცელებულმა ვიდეო მასალამ, სადაც ასახულია თუ როგორ სცემეს სიკვდილამდე ჩვენი თანამემამულე სამხედრო კომისრებმა იძულებითი მობილიზაციის დროს. არც ერთ სახელმწიფოს არ აქვს უფლება ასეთი ბრუტალური ძალა გამოიყენოს, რომელიც უკრაინამ გამოიყენა იოზეფ სებესტიენის წინააღმდეგ. ამ ტრაგედიამ ნათლად წარმოაჩინა თუ რა მდგომარეობაა უკრაინაში. ეს სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული უკანონობა და სამართლებრივი დაცვის არარსებობაა. ეს შემთხვევა ასევე მეტყველებს ბრიუსელისეულ პოლიტიკაზე, რომელიც მუდმივად ახალისებს პრეზიდენტ ზელენსკის. სწორედ ასეთი შემთხვევები ამტკიცებს თუ რატომ არ უნდა გაწევრიანდეს უკრაინა ევროკავშირში. იოზეფ სებესტიენი მხოლოდ უკრაინელი არ იყო, ის უნგრელიც იყო და მაშასადამე ევროკავშირის მოქალაქეც. დღეს უნგრეთის მთავრობამ მოუწოდა ბრიუსელს დაუყოვნებლივ დაამატონ ადამიანის უფლებების დამრღვევთა სასანქციო სიაში უკრაინის ლიდერებიც, რომლებმაც პასუხისმგებლობა უნდა აიღონ იოზეფ სებესტიენის, უნგრეთის მოქალაქის მკვლელობისთვის. ევროკავშირს მანამდეც ბევრჯერ აქვს ასეთი ზომები მიღებული სხვა ქვეყნებთან მიმართებით და ახლა დროა ბრიუსელმა თანაგრძნობა გამოთქვას არა მხოლოდ უკრაინის მთავრობის მიმართ, არამედ უკრაინელი ხალხის მიმართაც, მათ შორის ტრანსკარპატიაში მცხოვრები უნგრელების მიმართ. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.